პოლიტიკურ სპექტრში კვლავ შეფასებების თემაა მამუკა ხაზარაძის ინიციატივა 4 ბარიერ გადალახული კოალიციის გაერთიანებაზე. ლეღოს ლიდერის მოწოდებით უნდა შეიქმნას ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი, სადაც წამყვან როლს სალომე ზურაბიშვილი შეასრულებს. ინიციატივამ ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მოხერხდება თუ არა მამუკა ხაზარაძის იდეის გარშემო ოპოზიციის გაერთიანება ჯერ უცნობია. ოპოზიციის ნაწილი გამოსავალს სწორედ ერთიანობაში ხედავს. მმართველი გუნდი აღნიშნულ ინიციატივას სკეპტიკურად აფასებს. მამუკა ხაზარაძემ როგორც ბევრჯერ აქამდე და როგორც პირველივე დღიდან როცა ჩვენ შევხედეთ ძალიან გონივრულად და გავაანალიზეთ ამ კრიზისის არსი, ჩვენ ვთქვით, რომ გადაჭრა ამ კრიზისისა პოლიტიკური გადაჭრა და ერთადერთი სწორი გადაჭრა, როცა პოლიტიკური კრიზისი დგას, არის პოლიტიკური გამოსავლის მოძებნა. ჩვენ გავერთიანდეთ იმაზე, რაც გვაერთიანებს, გავერთიანდეთ არჩევნების მოთხოვნით, გავერთიანდეთ პოლიტპატიმრების განთავისუფლების მოთხოვნით, გავერთიანდეთ ევროკავშირისკენ სვლის მოთხოვნით, გავერთიანდეთ ამ იდეების გარშემო და დავსახოთ ერთობლივი სტრატეგია და ვიაროთ ამ სტრატეგიით. ჩვენი მხრიდან ნამდვილად არ იქნება მოულოდნელობა იმაზე ხაზგასმა, რომ არჩევნებამდეც ახლაც მომავალშიც ყოველთვის მხარს დავუჭერთ ნებისმიერ ძალისხმევად, რომელიც ძალების გაერთიანებისკენ არის მიმართული. ამ ეტაპზე სამწუხაროდ ეს ხერხდება მხოლოდ და მხოლოდ საგარეო ფრონტზე და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან კარგია და ჩვენ ამას ყოველთვის მხარს ვუჭერთ და ხელს ვუწყობთ, იმიტომ რომ მათ შორის დასავლეთშიც საქართველოს მეგობრებთანაც მნიშვნელოვანია რომ ქართველი ხალხის პროდასავლურ გამოძახილს ჰქონდეს ერთიანი ხმა. პირველად ხო გვესმის ეს ინიციატივა, ხო? მანამდე სხვას გაუჟღერებია, მე რაღაც ყოველ მორიგ კვირაში მორიგჯერ გვესმის. რა შეფასება უნდა მოგცეთ იმაზე, რომ აი ელემენტარული თანმიმდევრულობის პრობლემაა დღეს ოპოზიციის ერთი ნაწილის მხარეს და რაღაცა ყოველ ჯერზე სხვადასხვა ცალკეული კვირაში ცალკეული ინიციატივები გამოდიან. ჩვენ მიგვაჩნია რომ აი ესე გაუფასურება ამ პროცესის არ შეიძლება. საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს, არ მოქმედებს არც ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებით, არც რუსეთის ინტერესებით, არც ჩინეთის ინტერესებით, არც გერმანიის თუ საფრანგეთის ინტერესებით. საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ერთადერთი ქართველი ხალხის ინტერესებით. ეს არის ამოსავალი წერტილი და მამუკა ხაზარაძეს და მისნაირ თაღლითებს, რომელსაც დღესაც $600,000 აქვს ჩასარიცხი საქართველოს ბიუჯეტში, აი ამ თაღლითებს რომ აქვთ უცხოელების მხრიდან გასაქანი მიცემული ქართულ პოლიტიკაში, ამიტომაც ვხედავთ რომ უცხო ქვეყნების პოლიტიკური თუ ეკონომიკური ჯგუფების ინტერესები არის წარმოდგენილი დღეს ოპოზიციაში. ამიტომ ეს ფროიდისეული წამოწდენა არის ხაზარაძის მხრიდან, რითაც მან რაც გულში უდევს ის გვაჩვენა, რომ ის სინამდვილეში ყველა საკითხს უყურებს არა ის თუ რა ინტერესი აქვს ქართველ ხალხს, არამედ რა ინტერესი აქვს სხვადასხვა ქვეყნებს.